ოსმალეთის კარზე მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწე ქართველი, რომელიც მოესწრო სულთან სულეიმანსაც, სელიმ მეორესაც, მურად მესამესაც, მეჰმედ მესამესაც, აჰმედ პირველს და ქოსემ სულთანსაც, ოსმან მეორესაც, სულთან მუსტაფა პირველსაც და მურად მეოთხესაც. გიურჯუ მეჰმედ ფაშაზე უნდა მოგიყვეთ დღეს. ზუსტი ინფორმაცია არ არის, თუმცა დაახლოებით 1556 წელს უნდა იყოს დაბადებული იმერეთის რომელიღაც სოფელში. სულეიმან პირველის ვეზირის სემიზალი ფაშას ყმა იყო და სწორედ მისი გავლით მოხვდა სასახლეში. სასახლეში მოხვედრიდან სულ მცირე ხანში გახდა აქაას, ანუ თეთრი საჭურის იაღა და მათი უბრალოდ შეითავსა. მალევე მიაღწია ჰასოდაბაშობას, რაც ნიშნავდა, რომ სულთნის ერთ-ერთი ყველაზე ახლო პირი იყო. თუმცა მისი სტატუსი შედარებით უფრო გვიან პერიოდებში იწყებს აღმასვლას და 1603 წლის ოქტომბერში ინიშნება მესამე ვეზირად. მალევე ოსმალეთის მიერ დაქვემდებარებულ ეგვიპტეში იწყება აჯანყება და აჯანყებულები კლავენ ეგვიპტის ვალის მაქთულ სუფი იბრაჰიმ ფაშას. ამ ყველაფერს მოყვება ის, რომ მეჰმედი ჩადის აჯანყების ჩასახშობად და მოგვევლინება ეგვიპტის ახალ მმართველად. იქ 7 თვე დაჰყო და შემდეგ თანამდებობიდან გადააყენეს, თუმცა მალევე 1605 წელს სამართავად ჩააბარეს ბოსნიის პროვინცია, ასევე იცავდა დუნაის და ბელგრადის ციხესიმაგრეს. 1609 წელს ის ბრუნდება სტამბოლში და მოღვაწეობას აგრძელებს როგორც დივანის ქუბეალთა ვეზირი, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთგვარი აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი იყო. არ უნდა გამოგჩეს ისიც, რომ ამ პერიოდში წარმოებული ლაშქრობების გამო ვეზირებს ხშირად უწევდათ სტამბოლის და ზოგადად საზღვრის დატოვება საომრად. სწორედ ამიტომ გიურჯუ მეჰმედ ფაშას უსტად სამჯერ მოუწია ყოფილიყო სადაარეთ ქაიმაქამა, რომ გადმოვაქართულოთ დიდ ვეზირის მოადგილე. ესაც ტახტზე სულთან მუსტაფა პირველი ავიდა, მეჰმედ ფაშამ დიდი ვეზირის თანამდებობაც დაიკავა. ასევე უკავშირდება ერთი მნიშვნელოვანი აჯანყების ჩახშობა, რომელშიც მონაწილეობდა აბაზა მეჰმედ ფაშა, ასევე აფხაზი. გიურჯუ მეჰმედ ფაშას დიდ ვეზირად დანიშვნიდან ცოტა ხანში აბაზი, აფხაზი, მეჰმედ ფაშა აჯანყდა იმის ბრალდებით, რომ თითქოს მას ყადებმა დააბრალეს ოსმან მეორის ღალატი და მკვლელობა. გიურჯუ მეჰმედ ფაშამ ჩაახშორეს აჯანყება და სულთან მუსტაფა პირველის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე ზუსტად იმ წყაროსთან, სადაც სულთან ოსმან მეორემ შეისვენა და წყალი დალია, იედიქულეს გზაზე მკვლელებს თავი მოკვეთეს. მას შემდეგ, რაც მიზანშეწონილად ჩაითვალა ჰაინ დაუდ მეჰმედ ფაშას სიკვდილით დასჯა იმ წყაროსთან, სადაც სულთან ოსმანმა შეისვენა, დიდმა ვეზირებმა ბრალის გასამყარებლად ამოიღეს ფეტვები, ანუ რელიგიური დადგენილებები და სულთან მუსტაფა პირველის მიერ გაცემული ბრძანება. აჯანყებულმა იანიჩრებმა ფაშას სიკვდილს გადაარჩინეს და ორთა ჯამიში, ანუ თავი მეჩეთში წაიყვანეს თავის შესაფარებლად. და სწორედ აქ იკვეთება ჰადიმ მეჰმედ ფაშას როლი, იმიტომ რომ მან ორთა ჯამის პირდაპირ შემოარტყა ალყა, დააპატიმრა ხელახლა ჰაინ დაუდ ფაშა და ისევ იედიყულეს უკრა თავი. მისი და მისი თანამზრახველების სიკვდილის დასჯის შემდეგ იედიყულეში, რა თქმა უნდა, იანიჩრები ჰადიმ მეჰმედ ფაშას წარით დაუპირისპირდნენ. და ერთ-ერთი დივანის სხდომაზე, როდესაც სასახლეში მივიდა, ისინი სასახლის ბაღში შეიჭრნენ და განაცხადეს, რომ უბრალოდ ამის მოთმენა აღარ შეეძლოთ. ამის შედეგად 1623 წელს 5 თებერვალს დიდმა ვეზირმა მუსტაფა პირველს გააუზავნა თავისი მუჰრი ჰუმაიუნი, ანუ ვეზირის ბეჭედი. მუსტაფამ ეს ბეჭედი მიიღო თუ არა, მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა და ჰადიმ მეჰმედ ფაშა ბურსაში გადაასახლეს. 1623 წლის 9 სექტემბერს მუსტაფა პირველი გონებრივი არასტაბილურობის გამო ტახტიდან გადააყენეს შეიჰულ ისლამ იაჰია ეფენდიმ და ქემანქეშ ალი ფაშამ და ტახტზე ქოსემის ერთ-ერთი ვაჟი, სულ რაღაც 12 წლის ბავშვი მურად მეოთხე აიყვანეს. სწორედ ფადიშაჰის მცირეწლოვანებით ისარგებლა შემდეგ ქემანქეშ ალი ფაშამ, რომელსაც თავის დამკვიდრებად სურდა ერთგვარად და წამოაყენა ასეთი ბრალდება გიურჯუ მეჰმედ ფაშას წინააღმდეგ, რომ თითქოს მას აბაზა მეჰმედ ფაშასთან ჰქონდა კავშირი. მაგრამ მან ვერაფერი მოიმოქმედა ამ ბრალდების აღსასრულებლად, ასე ვთქვათ, რადგანაც დიდი ვეზირის თანამდებობიდან მალევე გადააყენეს. სადაარეთის თანამდებობა ახლა ჩერქეზ მეჰმედ ფაშას გადაეცა, თუმცა 1624 წლის აპრილიდან სწორედ გიურჯუ მეჰმედ ფაშა იკავებს სტამბოლში სადაარეთ ქაიმაქამას პოსტს. აქტიურად იწყებს ფინანსური რეფორმის გატარებას, რაც გულისხმობს იმას, რომ აქჩეს და გროშების ღირებულებას ამცირებს. ერთი ოქრო 120 აქჩემდე დაიწია. ამასობაში თოფალ რეჯეფ ფაშას უჩნდება პრეტენზია, რომ დაიკავოს სადაარეთ ქაიმაქამას პოსტი, რომელიც უჭირავს ჰადიმ მეჰმედ ფაშას. აქეზებს იანიჩრებს, ისინი ხელახლა ჯანყდებიან და ამჯერად დავის საგანი არის სწორედ იმ აქჩეს ღირებულების შემცირება, რომელიც ფინანსური რეფორმის დროს განახორციელა. იანიჩრების ამ მოთხოვნას ჯერჯერობით მურად მეოთხე საკუთარი მცირეწლოვანებიდან გამომდინარე ვერ დააკმაყოფილებდა, თუმცა ეს ყველაფერი საკუთარ თავზე მაშინდელმა რეგენტმა ვალი და ქიოსამ სულთანმა აიღო.
ხოდა საბოლოოდ გიორგი მეჰმედ-ფაშა საკუთარ სახლში გამოსალმეს სიცოცხლეს. თოკით მოახჩვეს. რაც შეეხება მის განსასვენებელს, ის დაკრძალულია ეიუფის მეჩეთის მეორე ეზოში, საკუთარ თურბეში.